პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ენის შეზღუდვის პრობლემებზე იმსჯელეს. სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ენის უფლებრივი მდგომარეობისა და აღნიშნულ საკითხებზე საპარლამენტო კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გასული წლის 19 აპრილის ერთობლივი სხდომის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა. მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაუფარავად ირღვევა ადამიანის ყველა უფლება. საოკუპაციო რეჟიმი ბოლო წლებში მკაცრად არღვევს ქართველთა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას. როგორც ჯემალ გამახარიამ განაცხადა, გალის რაიონის მოსწავლეები მიუხედავად იქ შექმნილი მძიმე მდგომარეობისა კარგად ფლობენ ქართულ ენას, წარმატებით მონაწილეობენ საგნობრივ ოლიმპიადებზე, რაც უპირველეს ყოვლისა გალელი პედაგოგების მაღალი პროფესიონალიზმისა და მათი მხრიდან გმირობის ტოლფასი ქმედებებით გახდა შესაძლებელი. მათ შეძლების დაგვარად ეხმარებიან აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. მასში შემავალი გალის რაიონის რესურს ცენტრი თავისი ეფექტური მუშაობით, როგორც სხდომაზე აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ასევე მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს გალის რაიონის პრობლემებს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, რომ მეტი ყურადღება გაამახვილოს 2016 წლის 19 აპრილის პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტის შეუსრულებელ საერთაშორისო რეკომენდაციებზე. პირველ რიგში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევის შესახებ საკითხი დააყენოს ევროსაბჭოში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოებში. ფაქტობრივად მშობლიურ ენაზე სწავლება უკვე აკრძალულია და სწავლება გადაყვანილია რუსულ ენაზე. საქართველოს პარლამენტმა ერთი წლის წინ, უფრო ზუსტად 2016 წლის 19 აპრილს აი ამ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშავა მთელი პროგრამა, მთელი გეგმა იმისა, თუ რა უნდა ვაკეთოთ აი ამ ვითარებაში. როგორ უნდა შევარბილოთ აი ეს რუსიფიკაციის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ენგურს გაღმა და როგორ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათ შეეძლოთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღება. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ დარჩა შეუსრულებელი. აუცილებლად საჭირო არის, რომ ყველა რეკომენდაცია იყოს შესრულებული. ის, რაც განათლების სფეროში ხდება, ეს ოკუპაციის შედეგი გახლავთ. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენი უშუალოდ განათლების საკითხებზეც უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ თუ არ შევეწინააღმდეგეთ იმ ოკუპანტს, თუ მას არ გაუწიეთ წინააღმდეგობა ყველა დონეზე, ყველა მიღებული ხერხით და მეთოდით, იქნება ეს პოლიტიკური, იდეოლოგიური, დიპლომატიური თუ სამართლებრივი, მაშინ ჩვენ შედეგს ვერ მივაღწევთ. პარლამენტში სხდომის მეორე ნაწილი ხმაურიანად წარიმართა პარლამენტარ ადამ არშანიას განცხადებას დაპირისპირება მოყვა, რომელმაც პარლამენტის სხდომის დახურვა მოითხოვა, რადგან მისი განმარტებით წამოჭრილ ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში არ იქნებოდა სასურველი ღიად საუბარი. პარლამენტარის ამ ინიციატივამ სხდომის მონაწილეთა, კერძოდ აფხაზთა კრების პროტესტი გამოიწვია. დაპირისპირებაში აფხაზთა კრების სხვა წევრები და პარლამენტარი ემზარ კვიციანიც ჩაერთო, რასაც ურთიერთბრალდებები და შეხლა-შემოხლა მოყვა. მანდატურების ჩარევის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა. დაიწყო პროვოკაცია, ჯერ ადამ არშანიამ, შემდეგ ისიც აყვა და გარედან შემდეგ შემოვარდა კვიციანი და დაგვიწყეს გინება დეპუტატებმა, როგორც კვიციანმა, ისე იგი ვოლსკი. სხდომის დახურვის საკითხში გამწვავდა სიტუაცია დარბაზში, იმიტომ რომ დარბაზში არიან მოწვეულები, საზოგადოების წევრები, სტუმრები არ დაეთანხმნენ. მინდა გითხრათ, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ მოწვეული სტუმრები იყვნენ ეს. მე ამ სტუმრებს კარგად ვიცნობ და მიმაჩნია, რომ ეს ჯგუფი მოქალაქეების ძალიან მძიმე კატეგორია ხალხია. ახლა დეპუტატებს უფლება აქვს, რომ მოიპატიჟონ სხდომაზე საზოგადოების წევრები, რასაც პირველია, მაგრამ აწი უკვე მე მიმაჩნია, რომ ჩვენ რომ დავგეგმავთ სხდომას ამ უმწვავეს საკითხებზე, უნდა მოვილაპარაკოთ დეპუტატებმა, რომ არ ვიწვევთ სტუმრებს და იქნება დეპუტატებს შორის საუბარი ძალიან მაქსიმალურად საქმიანი და განსაკუთრებულ შემთხვევაში ჩვენც კი დავხურავთ ჩვენივე სხდომას. ახლა ეგ აუცილებლად მოყვებოდა იმას, რასაც ქვია პროვოკაცია. სტუმარი მოწვეული უნდა დაელოდოს პარლამენტის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, დარჩეს ოთახში თუ არ დარჩეს. აზრთა სხვადასხვაობისა და კამათის მიუხედავად გაერთიანებული სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.
ნება და ღელვა არაერთია ამ დარბაზში. ესეთ ბუნებრივია. აფხაზეთით ისეთი საკითხია, რომ ნება და ღელვა რო არ იყოს ეკრიბოდა გასაკვირი. ჩვენ მზათა ვართ ნებისმიერ ფორმატში, დარბაზში თუ გვინდა საქმიანი საუბარი, ჩავატაროთ ეს შეხვედრა და გავაგებინოთ ერთმანეთს, ვინ რას აკეთებს ყველა მიმართულებით. დღეს მოხსენებაში პრაქტიკულად ყველაფერი ითქვა, რას აკეთებს აფხაზეთის სტრუქტურა, საქართველოს საპარლამენტო აღმასრულებელი სტრუქტურა იმ რეკომენდაციის შესაძლებლად, რომელიც ტერიტორიული მდგრადობის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა გასულ წელს შესაბამისმა კომისიამ. ამიტომ ძალიან კარგი მოხსენების თაობაზე უფრო საქმიანი გაგრძელება იქნებოდა სასურველი. სტომაში მონაწილე კომიტეტის წევრებს თუ კომისიის წევრებს, მათ აქვთ უფლება გამოთქვან თავიანთი აზრი, ხა ქართულმა ადამიანმა ბრძანა, რომ თუ სტომა არ იქნებოდა დახურულ ფორმატში და წამოიჭირებოდა ესეთი საკითხები, რომელიც მისი აზრით საჯარო არ უნდა იყოს, მას ასეთ სტომაში მონაწილეობის მიღების სურვილი არ აქვს და ჩვენ ახლა ორიენტირებული არა ვართ იმაზე, რომ კამერებზე თავი მოვიწონოთ და პუბლიკაზე იყოს გათვლილი ჩვენი გამოსვლები. ჩვენ პირველ რიგში ერთმანეთთან უნდა შევაჯეროთ პოზიციები და თუ ამ გზით მივდივართ, მაშინ უპრიანი იქნება ამაზე პოლიტიკური ქულების დაგროვებაზე არავინ არ იფიქროს და ვისაუბროთ საერთო გადაწყვეტილებებს, რომელიც არის მისაღები. მე მესმის, რომ დევნილობა თავისთავად ემოციურად ადამიანს დამატებით კივილს ძენს, მაგრამ თუ ჩვენ საღი და ცივი გონებით არ მიუდგებით საკითხების გადაწყვეტას, ემოციებმა ჩვენ სიკეთე ამ საკითხებთან მიმართებაში არაფერი არ მოგვიტანა და არც მომავალში არ მოგვიტანას. საკითხების გადაწყვეტის დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად პრაგმატულები და დავდგეთ ვიწრო პარტიული ინტერესების ზემოთ. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, როცა ამ საკითხებზე საუბრობთ. ამიტომ ჩვენი კომისია ხშირად იკრიბება დახურულ ფორმატში. ასეთ ვითარებაში ჩვენ უფრო გულწრფელი ვართ ერთმანეთთან, ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი თქვა ესათვის მოსაზრება არ დახვდება წინ, იმიტომ რომ ეს კამერებზე არ ფიქსირდება და საუბრობთ საქმეზე, იმაზე რა არის გასაკეთებელი, ამიტომ ეს არავისთვის საწყენი არ უნდა იყოს და არ უნდა ჩაითვალოს, რომ ჩვენ ამითი პროცესის საჯაროებას ხელს უშლით.